ბორჯომელმა მოხალისეებმა თბილისის სტიქიით დაზარალებულ ორ მრავალსულიან ოჯახს დახმარება გადასცეს. დახმარება 14 ადამიანმა მიიღო, რომლებიც დროებით სასტუმროში ცხოვრობენ. სხვადასხვა სახის ნივთები მოხალისეებმა საქველმოქმედო ინტელექტუალური თამაშიდან შემოსული თანხით შეიძინეს. სტიქიით დაზარალებულებს ასევე გადაეცათ სასპორტო სკოლისა და პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შეგროვებული ტანსაცმელი. შევიძინეთ საყოფაცხოვრებო ნივთები და ის საჭირო ინვენტარი, რაც ამ დაზარალებულებს სჭირდებოდა. ჩვენ ჩამოვედით ამ დაზარალებულებს შევხვდით და გადავეცით ეს ინვენტარი. დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს თუ ჩვენ რა გვესაჭიროებოდა და დღეს მოგადმოგცეს საჭირო ნივთები და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ. არასამთავრობო ორგანიზაცია Helping Hand-მა ფონდის სოლიდარობა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად მოვახდინეთ სტიქიით დაზარალებული ოჯახთა კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოვაკვლიეთ ის საჭიროებები და ის პრობლემები, რაც მათ გააჩნიათ. დაახლოებით გამოვაკვლიეთ 110 ოჯახამდე და მეტად მნიშვნელოვანი იყო ეს კვლევა და ამ კვლევის ანალიზი სულ რამდენიმე დღეში უკვე დაიდება და გასაჯაროვდება. რაც საშუალებას მისცემს ნებისმიერ თქვენაერ კეთილ ადამიანებს, თქვათ როგორიც ხა თქვენ ბორჯომიდან მოხალისეები ჩამობრძანდით, რომ დაეხმაროთ ესეთ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.